ვაგრძელებთ ახლა ეთერს რუსთაველის საიუბილეო წელთან დაკავშირებით ხვალ 18 საათზე საჯარო ბიბლიოთეკაში ვეფხისტყაოსნის გამოცემა და ილუსტრირებული ბიბლიოგრაფიის მეორე შევსებული და შესწორებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება. დეტალებს ჩვენი ჟურნალისტი სალომე კიპაროვიძე გვეტყვის. ვეფხისტყაოსნის ახალი ილუსტრირებული ბიბლიოგრაფიის გამოცემა რუსთაველის საიუბილეო წელს ლოგიკურად ემთხვევა. ბიბლიოგრაფიული ვეფხისტყაოსნის პირველი გამოცემიდან 7 წელი გავიდა. 120 ახალი წიგნის დაბეჭდვამ კი ახალი კატალოგი მოითხოვა. ეს გამოცემა იმითი არის შესანიშნავი, რომ ამ გამოცემის ავტორები მე და მამუკა ჩხეიძე ვართ თვითონ ვეფხისტყაოსნის მოწვრთნელები, კოლექციონერები ვართ, ვაგროვებით ბავშვობიდან ამ გამოცემას და მთელი ჩვენი ინფორმაცია რაც კი გაგვაჩნდა, სულ ყველაფერი შევიტანეთ ამ წიგნში. აქ არის თითქმის ყველა გამოცემა, რომელიც მსოფლიოში გამოცემულა და რაც ჩვენ მივწვდით გადავიღეთ სურათები და არის ილუსტრაციებად დართული, რასაც არა არის რამდენიმე გამოცემა, რომელიც მხოლოდ ცნობის სახით ვიცით რომ არსებობს. ბიბლიოგრაფიაში 1712-2015 წელს დაბეჭდილი პოემის 503 ქართული და უცხოენოვანი გამოცემაა წარმოდგენილი. ვეფხისტყაოსნის პოპულარიზაციასთან ერთად მისი ძირითადი დანიშნულება უძველესი მემკვიდრეობის ხარისხის დაცვაა. ვეფხისტყაოსანი იუნესკოს მიერ გამოცხადდა მსოფლიო ღირებულების მქონე ძეგლად და აი ამ ძეგლსაც ისევე როგორც ჯვრის მონასტერს ვიცავთ და ვიცავთ სხვა ჩვენს კულტურულ მონაპოვარს, ჭირდება დაცვა. და მე როგორც გამომცემელს გამიჩნდა ესეთი სურვილი, რომ აი ყველა გამოცემა, რაც კი ვეფხისტყაოსანთან იქნება დაკავშირებული, ეს იქნება რაღაცა ფრაგმენტები, რომ ვიღაცამ თავისი კაპრიზი დაიკმაყოფილოს და ილუსტრაციები გამოსცეს, თუ ეს იქნება რაღაც ახალი უცხოურ ენაზე გადატანილი თარგმანის გამოცემა, იყოს ძალიან აკადემიური. რუსთავოლოგების აზრით ვეფხისტყაოსნის ახალი ბიბლიოგრაფია უამრავ საინტერესო მონაცემს უყრის თავს და კიდევ ერთხელ უშუალოდ ხას, რომ საქმე მსოფლიო ლიტერატურის შედევრთან გვაქვს. ქართულ ფილოლოგიაში რუსთავოლოგიას ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია, იგი მეცნიერებად არის, ცალკე მიმართულებად არის ჩამოყალიბებული თავისი მნიშვნელობის გამო. ამ შემთხვევაში ჩვენ ხელს გვაქვს გამოცემა, რომელიც ვეფხისტყაოსნის ბიბლიოგრაფიას ეხება, იმიტომ რომ არც ერთი ნაწარმოები ქართულენოვანი იმდენ ენაზე არ თარგმნილა, როგორც შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი. ასე რომ მისასალმებელია ამ პროექტის ავტორების და შემსრულებლების დიდი ძალისხმევა, რომელიც მათ მოანდომეს და მოახმარეს იმისათვის, რათა ჩვენ ხელთ გქონოდა ეს უნიკალური გამოცემა. იმის გამო, რომ ვეფხისტყაოსანი არაერთმა ქვეყანამ გაიცნო, კატალოგის ეს გამოცემაც მალე ალბათ შესავსები გახდება. თუმცა მანამდე რუსთაველის 850 წლის იუბილეზე საზოგადოებას ახალი ბიბლიოგრაფიის ხილვის საშუალება დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიეცემა. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.